კითხარეს კარავები იყო და დაჟე ის ვიფიქრე იქით ხო არ გადავიდა მეთქი და ვერსად ვერ არავის არ დაუნახავს. არა, დანახვით არავის არ დაუნახავს. კარავებშიც კითხეთ, მოსახლეობას კითხეთ, ვინმესთან ხო არ დაეძინა. ბავშვი ფხიზელი იყო, წვეთი არ ქონდა არავის და არც რომ თან ისკიდან ჩქარა ჩამოეცრო შიოდა თქვენ ის ჩამოსულებს ერთ-ერთ რომელსაც ხელი ეკიდა, გაუშვა ხელო წინ ჩაატარა, თვითონ დაჯდა აქ და ერთ-ერთმა გოგომ კითხა მეგობარმა, რომ გური ხო არაფერი გტკივა. არა, კარგად ვარ, იარე დაგეწევით. დავტოვეთ და კახამ ქვევით რომ ჩავედით მშობელმა, კითხა სად არის გურამი და გაცა პასუხი რომ იქ დაჯდა ისვენებს. დაუძახა ჯერ კახამ და რო არ გაგვცა პასუხი, ამოტრიალდა კახა და ბავშვი აღარ იყო აქ. მოვედით გური დაჯდა აქ, დაახლოებით 10 წუთში მამაც ჩამოვიდა ქვემოთ, იმიტომ რომ ყველანი უკვე მარშრუტკაში ვიყავით ბავშვები და იმ 10 წუთშივე ამოვტრიალდით უკან, უკვე მამამაც რომ ვერ ნახა, ყველანი დავიქსაქცეთ აქით-იქით, ზოგი რომ მთაზე გარბოდა, ზოგი ხევისკენ წავიდა, აბსოლუტურად ყველანი ვეძებდით. მოვდიოდით, აი ეგ დაჯდა ორ გოგოსთან ერთად მოდიოდა ჩვენ მეგობრებთან. აი ამ ადგილას დაჯდა ზუსტად. და იმას აქნა, რა ქვია, გოგოებს უთხრა რომ წადითო და თქვენ და გოგოებს ეგონათ რომ რა ქვია ან გავლა უნდა და ან რაღაცა და წამოვიდა და მე და კახამ მივდიოდით წინ და მოვტრიალდით სადღაც 2 წუთში, სულ 15 მეტრში ვიყავით მოშორებით და ეგრევე მოვტრიალდით აქვე და ვერსად ვერ ვიპონ.